ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი შედგა. 1990-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკლოდ დაკარგული 11 იდენტიფიცირებული პირი გადმოასვენეს. მათგან 2 სამხედრო და 9 სამოქალაქო პირია. უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. სამების საპატრიარქო ტაძარში გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აღავლინა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო პირები. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ღვთისმსახურებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თია ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. იდენტიფიცირებული პირები ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. ერთმა დაალოსოს და აცხოვნოს სულნი აქა მოხსენებულთა მონათა და მხევალთა ღვთისანი საყოფელსა მართალთასა და აწესოს და წიაღთა შინა აბრაამის და განუსვენოს ძვირფასო მამებო ჭირისუფლებო ძმებო და დებო კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას ჩვენია ეს საერთო მწუხარება ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს სულიერ შვილებს ძმებს და დებს რომელნიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში იმ საშინელ ომში და ასევე ჩვენ ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც, ცხინვალში დაღუპულ ჩვენს ძმებს და დებს, როგორც ქართველებს, ასევე ოსებს. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები, ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი დიდი ჭრილობა და მოგცეს მადლი დიდი შერიგების. რომ მოხდეს ეს ჩვენი შერიგება ჩვენ და აღარ გამეორდეს არასდროს ეს მათამკვლელი ომები. არამედ შევრიგდეთ და ჩვენი ძმური თანაცხოვრება როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე გაგრძელებულ იყოს და გვეცხოვროს ერთიან ქვეყანაში მშვიდობით და ღვთისწყალობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველანი. მინდა მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს, ოჯახებს, რომლებსაც დღეს ერთის მხრივ ბედნიერების და მეორე მხრივ გაცოცხლებული სევდის განცდა აქვთ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც დღევანდელ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ამ ოჯახებისთვის მიმდინარეობს. ჩვენ პატივს მივაგებთ უკანასკნელ წუთებზე, დავგრძალებთ და შესაბამისი ცერემონიით, ესე თქვა სახელმწიფოს ორგანიზებით უზრუნველყოფილი იქნება ამ ოჯახების ცხედრების სათანადოდ პატივის მიგება და დაბინავება მათ მარადიულ სასუფეველში. მამა გარდაცვლილი 93 წელს დახვრიტეს და 33 წელია ველოდებით ამ დღეს. ჩვენთვის არის სასიხარულოც, გულსატკენიც, რომ მივაბაროთ მიწას, ავანთოთ სანთელი მოვიხსენიოთ. ძალიან მძიმეა დღეს ჩვენთვის ეს დღე. გარდაცვლილი არის მამა ჩემი, არჩილ ბერია. 33 წელი ველოდით ამ დღეს. დღეს ბედნიერები ვართ, თუ შეიძლება ამას ბედნიერება დაერქვას, რომ გვექნება საფლავი და ეს მოხდა სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის ძალისხმევით. დიდი მადლობა მათ.